მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ოფიციალურად გახსნა 2015 წლის სალაშქრო სეზონი. ამ მასშტაბურ ღონისძიებას სოფელმა რკონმა უმასპინძლა. აღმოვიდივართ რკონისკენ, რკონის ტაძრისკენ, რომელიც არის ძალიან ძველი ტაძარი, აქვე არის თამარის ხიდი ასევე. გვერდზე ტაძარი თითქმის მთლიანად არის შენარჩუნებული, მოხატულობაც აქვს. ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ღირსშესანიშნაობა და კიდევ მე ამის მერე ავალ თიფში, რომელიც მოხატულობის ხილ არის ერთ-ერთი უნიკალური ტაძარი, სადაც ოქრო და სპილენძი არის გამოყენებული მოხატულობაში. და ცისფერი, რომელიც მანძის, ანუ მოხატულობის სფეროში არის ერთ-ერთი უნიკალური საერთოდ. სალაშქრო სეზონის გახსნა მოლაშქრეთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სეზონის გახსნას 500-ზე მეტი მოლაშქრე, მოხეტიალე და თავგადასავლის მაძიებელი ადამიანი დაესწრო. სტუმართა სიას არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გამოაკლდა. ადგილზე მისულს ისე მოეწონა ვითარება, რომ ქუთაისელთა ბანაკთან ერთი ჭიქა ჭაჭა დააგემოვნა. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა საქართველოში პირველი მარკირებული ბილიკი, რკონი კლდეკარის მიმართულებით. ბილიკი უსაფრთხოა გამოუცდელი მოლაშქრეთათვისაც. ასევე მოეწყო სხვადასხვა მოლაშქრეთა კლუბის პრეზენტაცია. მინდა მოგილოცოთ სალაშქრო სეზონის გახსნა 2015 წლის. წელს გაცილებით მეტი ხალხი გვესტუმრა, ვიდრე შარშან და ვიდრე წელს ველოდით. ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად, მშვიდობიანად, რაც მთავარია. შედეგებს ალბათ უახლოეს მომავალში დავაკვირდებით, როცა გაიზრდება რკონში და ზოგადად კასპის რაიონში მნახველების რაოდენობა, გამოჩნდება ახალი ბილიკი საქართველოს სალაშქრო ბილიკების რუკაზე, კლდეკარი რკონი, რომელიც ჩვენი გეგმებით იქნება ეროვნული ბილიკის პირველი მონაკვეთი და ერთ-ერთი ეს თავრესი ნაბიჯია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ რაღაც 1000 კილომეტრიანი მოგზაურობა იწყება ერთი ნაბიჯით და ეს ერთ-ერთი ნაბიჯია ამ დიდი წარმატებისკენ. დღეს ჩვენ ჩამოვედით მოლაშქრეთა ფედერაციის სეზონის გახსნაზე. ჩვენ როგორც ყოველთვის შაბათ-კვირას დავდივართ ესე ქალაქგარეთ და საერთოდ სულ მოგზაურობთ ხოლმე, როცა თავისუფალი დრო გვაქვს. ამჯერადაც შევუერთდით მოლაშქრეებს და ჩამოვედით რამდენიმე მოტოციკლეტით. სულ მეორედ ვარ ლაშქრობაში. ძალიან მომეწონა აქავრობა, იმიტომ რომ კარგი სიტუაცია არის. კარგი ხალხია, კარგი მუსიკა არის და ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი ფესტივალები ძალიან ხშირად ჩატარდება საქართველოში. ნამდვილი მოლაშქრე ჩამოვიდა, რომელსაც არ მოველოდებოდით ჩვენ და ძალიან სასიხარულოა ეს, ძალიან კაი გარემო იყო სხვადასხვა აქტივობები, ვითამაშეთ რაგბი, ფრიზბი, ზეკლაინი, ძალიან ბევრი კაი ხალხი გავიცანით, რომელიც არის ძალიან კარგი და იარეთ ლაშქრობაში, მოლაშქრეთა ფედერაციასთან ერთად. საღამო კი კოცონთან გიტარისა და სასიამოვნო სიმღერის ფონზე დასრულდა.